თქვენ უყურებთ კურიერს 6 საათზე. ხვალიდან მოსმენების კანონში შესატანცრულებებზე აქტიური მუშაობა იწყება სამუშაო ჯგუფში, ძალოვანი და საგამოძიებო უწყებები პოლიტიკური ჯგუფები და მესამე სექტორი ჩაერთვებიან. დღეს კი ერთგვარი წინასწარი კონსულტაცია კამპანია ეს შენგეხებასა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შორის გაიმართა, სადაც არასამთავრობოების მიერ მომზადებული კანონ პროექტი განიხილეს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე სულ 3 თვეზე ნაკლები რჩება. ამ დროს პარლამენტმა მოსმენების კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს. საკითხზე სასაუბროდ გვერდება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორი ეკა გიგაური და კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი საღამოშობისა ქალბატონო ეკა, მადლობთ რომ გვერთვებით. პირველ რიგში ვიდრე ამ თემაზე ვისაუბრებდეთ, ისევ წინა ბლოკის მთავარ თემას უნდა დაუბრუნდეთ ნიკა გვარამიაზე თავდასხმის საქმე და ის ინფორმაცია, რომელიც სულ ახლახანს გახდა ცნობილი, პროკურატურამ რატი გაჩეჩილაძისთვის, ანუ ბრალდებულისთვის ახკვეთის ღონისძიებად 5,000 ლარიანი გირაო საპატიმრო უზრუნველყოფით მოითხოვა. თქვენი როგორც იურისტის შეფასებით, რამდენად ადეკვატური არის ეს მოთხოვნა? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა შესაძლებლობისთვის. მე ვფიქრობ, რომ ალბათ მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს საბოლოო სასჯელზე ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით არ ქონდეს შერჩევითი მიდგომები. ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე ადამიანი მონაწილეობდა თავდასხმაზე, ეს თითქოს ყურადღების მიღმა დარჩა საქართველოს პროკურატურისთვის, რაც არის, მე ვფიქრობ, პრობლემა იმის გათვალისწინებით, რომ საჯაროდ მოწმეები საუბრობდნენ იმაზე, რომ იქ არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი. შესაბამისად, მე უფრო დიდ აქცენტს გავაკეთებდი ალბათ საბოლოო სასჯელზე. ვფიქრობ, რომ თუ კი საზოგადოებას დაარჩება კითხვები ამ სასჯელთან დაკავშირებით, ეს იქნება კონკრეტული გზავნილი საზოგადოებასთან მიმართებაში იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც კანონი არ ეხებათ და ეს არის უკვე სისტემური და ძალიან დიდი პრობლემა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავაკეთებთ მონიტორინგს ამ საქმის და ცხადია შევხედავთ უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას. გვარლობთ ქალბატონო ეკა და განვაგრძელოთ ახლა უკვე მოსმენების თემით. მთავარი პუნქტი, რაზედაც კამპანია შეჯერდა, თუმცა მმართველი გუნდი არ გეთანხმებათ, ეს არის დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა. რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს ამ სტრუქტურას? იცით, ერთის მხრივ ჩვენ უნდა ითქვას, რომ ამ შეხვედრაზე შევთანხმდით ერთ მოთხოვნაზე, რაც შეეხება საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას იმ უწყების, რომელიც იქნება ჩართული კონკრეტულად მოსმენების განხორციელებაში. შესაბამისად, ეს არის ის საკითხი, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით, მაგრამ მთავარი საკითხი, რაც შეეხება იმას, თუ სად წავა ეგრეთ წოდებული ოტო, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ის უწყება და ის სამსახური, რომელიც ახორციელებს უშუალოდ მოსმენებს, ის არ შეიძლება იმყოფებოდეს საგამოძიებო ორგანოში. შესაბამისად, ეს ეგრეთ წოდებული ოტო უნდა გამოვიდეს სუსიდან და ჩამოყალიბდეს ცალკე სამსახურად. აქ ჩვენ დღეს შეხვედრაზე ვსაუბრობდით უკვე იმაზე, ეს იქნება დამოუკიდებელი სამსახური თუ იქნება რომელიმე უწყების დაქვემდებარებაში. ხო, ჩვენთვის ძალიან რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება, სად შეიძლება იყოს მოთავსებული ეს სამსახური. ჩვენ საუბრობდით უკვე ჩვენ მოთხოვნაზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაზე სწორი გამოსავალი ამ შემთხვევაში იქნება დამოუკიდებელი სამსახურის შექმნა, რომელსაც ექნება დამოუკიდებლობის გარანტიები. ცხადია, მას გააკონტროლებს საქართველოს პარლამენტში შექმნილი სპეციალური ჯგუფი, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ალბათ ყველაზე ოპტიმალური იქნება დამოუკიდებელი სამსახურის შექმნა. საპარლამენტო უმრავლესობამ შემოგთავაზა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ გავაგრძელოთ მსჯელობა. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ მსჯელობას და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ წარვადგენთ ჩვენს არგუმენტებს. ჩვენ უკვე გვაინტერესებს მათი კონკრეტული ხედვები. მათ კონკრეტული ხედვები ამასთან დაკავშირებით არ დაუფიქსირებიათ და ეს ყველაფერი უკვე გაგრძელდება სამუშაო ჯგუფის ფორმატში. თუმცა სატელევიზიო კომენტარში ეკა ბესელიამ სწორედ დამოუკიდებელ სააგენტოსთან დაკავშირებით
მიღებით საუბრისას, განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები. თქვენი შეფასებით, შეფერხდება თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ან შესაძლოა თუ არა, არსებობს თუ არა ესეთი რისკი დამოუკიდებელი სტრუქტურის არსებობის შემთხვევაში? არ გონია ნამდვილად ასე, იმიტომ რომ ჩვენ ასევე ჩვენს საკანონმდებლო წინადადებაში ასევე გვაქვს გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევები, მაშინ როდესაც აუცილებელია მყისიერი მიყურადების განხორციელება, შესაბამისად ეს საკითხი ასეთი ტიპის საკითხებისგან ჩვენ კანონპროექტში ასე ვთქვათ შეთავაზებები გვაქვს, შესაბამისად ჩვენ არ გონია რომ ეს იქნება პრობლემა. ჩვენი მიზანიც არის რომ ქვეყნის უსაფრთხოება საფრთხე არ შეექმნას. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვამბობთ იმას რომ საგამოძიებო ორგანოებს არ უნდა ჰქონდეთ მოსმენის ან თვალთვალის საშუალება, ამაზე არ არის საუბარი და რა თქმა უნდა ჩვენ მივესალმებით იმას რომ ეფექტური იყოს ჩვენი საგამოძიებო სისტემა, ასე ვთქვათ, მაგრამ ამავდროულად ჩვენი შეთავაზებებით ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის რომ იგივე საგამოძიებო ორგანოებმა ეს სისტემა არ გამოიყენონ ბოროტად და არ დაარღვიონ ადამიანის უფლებები. ანუ ჩვენ ვეძებთ ბალანს აი ამ ორ მნიშვნელოვან საკითხს შორის, რაც ვფიქრობთ რომ ჩვენი კანონპროექტით იქნება შესაძლებელი. სწორედ გადაუდებელ საგამოძიებო ღონისძიებებზე მინდა გკითხოთ იმ შემთხვევაში თუ მყისიერი მიყურადება ხორციელდება. თქვენ მოდელში რა შეყავების მექანიზმები არსებობს, რა დააზღვევს მოქალაქეებს არასანქცირებული შეწონილობის გარეშე თვალთვალის და მიყურადების გარეშე? რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავაც დასჭირდება საგამოძიებო ორგანოებს სასამართლოს დასტური, ანუ ამაში არის ზუსტად საქმე, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებელია რომ საგამოძიებო ორგანოებმა მიმართონ შესაბამის უწყებას, რომ მიიღონ მისგან თანხმობა. ანუ ამაზე არის საუბარი. ეს არის ის საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც არსებობს. გარდა ამისა, როგორც ვთქვით, გარე კონტროლის მექანიზმებიც არის გათვალისწინებული ჩვენს კანონპროექტში. ჩვენ აქ ვხედავთ ასევე პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის რომელსაც ექნება მყისიერი რეაგირების უფლება, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ მომენტში, როგორც კი დაადგენს, რომ უკანონო თვალთვალი და მიყურადება მიმდინარეობს, მაშინვე გათიშოს ეს სისტემა და ასევე, რა თქმა უნდა, აქ ძალიან დიდი როლი ენიჭება იმ სპეციალურ კომისიას, რომელიც შეიქმნება საქართველოს პარლამენტში, რომლის შემადგენლობაში შევლენ არა მხოლოდ დეპუტატები, არამედ ძალიან კვალიფიციური სპეციალისტები, ტექნიკურ კვალიფიკაციას გულისხმობს, შესაბამისად, გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი შეძლებენ ამ სისტემის გაკონტროლებას და ასევე ამ სამსახურის გაკონტროლებას და მონიტორინგს. დიახ, და ამის როდესაც საუბრობთ საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციაზე, რა სახით შეიძლება აკონტროლოს ეს პროცესი უკვე საკანონმდებლო ორგანომ? აი ზუსტად ამ სპეციალურ ჯგუფზე საუბრობდით ჩვენ, ანუ აქ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა იყვნენ წარმოდგენილები როგორც დეპუტატები, ასევე უნდა იყვნენ წარმოდგენილები ტექნიკური ცოდნის მქონე პირები, რომლებიც ზუსტად მიხვდებიან, ქონდა თუ არა დარღვევა ადგილი და ეს უწყება ასევე იქნება ანგარიშვალდებული საქართველოს პარლამენტის წინაშე, ასევე ამ უწყების ხელმძღვანელის დანიშვნაც იქნება საქართველოს პარლამენტის პრეროგატივა. მადლობთ, ხალბატონო ეკა გიგაური საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორი საუბრობდა კურიერის პირდაპირ